რატომ იწევს წნევა შფოთვის დროს? ხომ მქონია შემთხვევა, როცა შფოთვის დროს წნევა უწევ, მაგრამ იწევს და შემდეგ ისე მოულოდნელად ეცემა. ამ დროს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ჩვენი ორგანიზმის ნორმალური გამოვლინება შფოთვის დროს. მაგრამ ასევე ეს მდგომარეობა გვაბამს ერთ ძალიან დიდ მახეში. მოდით გავარკვიოთ რა ხდება. როდესაც თქვენ ღელავთ, ტვინი გამოყოფს ადრენალინს. ეს არის ჰორმონი, რომელიც გვამზადებს საფრთხიდან გასაქცევად, რომლის წყალობითაც სისხლძარღვები ვიწროვდება, გული უფრო სწრაფად ცემს, წნევა იზრდება, რასაც შემდეგ მოყვება ჩვენი პანიკა წნევის გაზრდაზე. შემდეგ ისევ იზომავთ წნევას, კიდევ უფრო მეტად ჩინდებით, ადრენალინი ისევ გამოიყოფა, წნევა ისევ იმატებს, თქვენ ისევ გეშინიათ და ასე გრძელდება წრეზე. ეს არის შფოთვის ჩაკეტილი წრე. დასკვნა კი შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი. შფოთვის დროს წნევა ეს არ არის დაავადება, ეს არის შფოთვის ციკლი, სადაც საკუთარ თავზე ვართ ჩაციკლული. ხოლო ორგანიზმი კი აკეთებს ზუსტად იმას, რასაც უნდა აკეთებდეს თქვენს დასაცავად. რა არ უნდა გააკეთოთ თქვენ? პირველი არის ის, რომ არ იზომოთ წნევა ყოველ 5 წუთში. ეს მხოლოდ ამყარებს შიშს და შფოთვას და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი, გაიარეთ შფოთვის ონლაინ კურსი, რომელიც შექმნით თქვენთვის შემოძვირფასება, რომელსაც ჰქვია მინდა სიმშვიდე და ეს არის კურსი, სადაც დაწვრილებით აღწერილია რა არის შფოთვა, როგორ მუშაობს და რა და როგორ უნდა ვქნათ, რომ გამოვიდეთ ამ შფოთვის ჩაკეტილი წრიდან და დაიბრუნოთ რა თქმა უნდა შინაგანი სიმშვიდე. კურსის ლინკი არის კომენტარებში, ან დაწერეთ კომენტარში სიტყვა მინდა სიმშვიდე და გამოგიგზავნეთ ლინკს. იქ გაიცნობით დაწვრილებით ყველაფერს და რაც მთავარია, არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და თანაც ახლა არის ფასდაკლებაში, ასე რომ იჩქარეთ. თან გავუგზავნე ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვისაც თვლით რომ სჭირდება.